მოდი ესე ვთქვათ, რომ სანამ ჩაიკეტება, აი რა საქმიანობა გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ მანდ გამოიზამთ, რომ 6 თვის განმავლობაში, აი დაახლოებით რამდენი პროდუქტი უნდა ჩაიტანოთ, იმიტომ რომ აი ახლა გურიაზე საუბარი იყო, რომ კი მაგრამ ამ ხალხს მარაგი რატო არა აქვთო, ხო? აი თქვენ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ გამოიზამთოთ? ჩვენ ყოველწლიურად, ანუ უკვე მეოთხე ზამთარს გავდივართ, ასე ვთქვათ, სოფელში და ყოველწლიურად შემოდგომით დაახლოებით ტონა ნახევარი საკვები მოგვაქვს მხოლოდ ამ ჩვენი მცირე მეურნეობისთვის, ანუ ცხოველებისთვის, მათ შორის ძაღლებიც არიან. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ქვილი, შაქარი მთლიანობაში ალბათ 2 ტონამდე. ვფიქრობ არ ვცდები. დაახლოებით ეს რაოდენობა მოგვაქვს ყოველწლიურად. შემოდგომით, რომ 6 თვის, 6.5 ხანდახან 7 თვის განმავლობაში უზრუნველად გავატაროთ ზამთარი, ასე ვთქვათ. თქვენგან აი ადამიანები დაახლოებით რა მანძილზე არიან? რამდენ რადიუსში ყავთ მეზობელი? უახლოესი სოფელი არის 7 კილომეტრში. სადაც არდოტში ახლა არავინ არ არის, მაგრამ არდოტთან ახლოს არის ესეთი არდოტის საზამთრო სოფელი ბახაო, სადაც 2 ოჯახი ცხოვრობს. ანუ მთელი წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე არის 2 ოჯახი. ისინი არიან დაახლოებით 7-8 კილომეტრი. ანდაკი კიდევ უფრო მოშორებით არის დაახლოებით 10-12 კილომეტრში ჩვენგან. და ანდაკში სოსო ზვიადაური არის კი, როგორც წესი, ზამთრობით სოსოა მხოლოდ. ანუ უახლოესი ადამიანები აქედან არიან 8-10 კილომეტრში. კავშირს თუ ახერხებთო ერთმანეთთან? Facebook-ით ალბათ. თუ კი ინტერნეტი ყოფშია და არ არის გათიშული, როგორც რამდენიმე დღის წინ იყო 3 დღით და ისეც მომხდარა, რომ 2 კვირითაც კი გათიშულა პირველ ზამთარს, აქ რომ დავჭით. თუ ინტერნეტი არის, მაშინ ვეხმიანებით ერთმანეთს და ვუზიარებთ ადგილობრივ ამბებს ყოველდღიურს და თუ ხომ არაფერი ჭირდებათ და ასე შემდეგ. კი გვაქვს კომუნიკაცია. ტელეფონი ამ სოფელში არ იჭერს, მეგობრებო, ერთადერთი საშუალება კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება არის ინტერნეტი და არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითოული ამ მხარეში მცხოვრები ადამიანებისთვის, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ მზვავი საშიშროება არის, ინტერნეტის მეშვეობით იმისი პროგნოზირება, ანუ თადარიგის დაჭერა მაინც შეგვიძლია, თუ კი მოსალოდნელია, ვთქვათ, გადაჭარბებული ნალექი ან რაიმე ისეთი მოულოდნელი ამბები. საერთოდ მნიშვნელოვანია. თქვენთან ღუმელი ფაქტობრივად არ უნდა ჩაქრეს, ხო ნინო? მიუხედავად ამ ასეთი ყინვებისა, მხოლოდ ღამის განმავლობაშია, ჩამქრალი დღის განმავლობაში სულანთია. არა მხოლოდ ზამთარში, პრინციპში ზაფხულის მანძილზეც ძირითადად დამოკიდებული ვართ შეშის ღუმელზე. ძირითადად, თორე ისე გაზის ბალონებიც ამოგვაქვს ზაფხულში. წეღან მითხარი, რომ ნამქერმა პატას თვალები ატკინაო. ნამქერმა პატას თვალები ატკინაო, წეღან მითხარი, როგორ არის? ალბათ გავაღვიძებ. ამ შობლოს ურ მოხდის. ეხლა დღეს უკვე შედარებით უკეთ. ეს დაახლოებით 2-3 დღის წინ იყო, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი ქარბუქი და პლუს ყინვა იყო. დღის განმავლობაში -19 გრადუსი იყო ყინვა იმ დღეებში. რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვთ? ხო, სამედიცინო დახმარება თუ დაგჭიროებიათო, ხო, გამახსენდა რომ ესე იგი პირველ წელს მოხდა ისე, რომ 2 კვირის, ანუ ზუსტად ახალ წელს 31-დან 14 იანვრამდე ინტერნეტი გაგვეთიშა, იმიტომ რომ ძირითადი ანძა გაიყინა.
და ზუსტად შობა იყო თუ არ ვცდები. მაშინ იყო მასტკივდა კბილი სერიოზულად იმდენად რომ რაც კი მარაგი მქონდა გამაყურჩებლების სულ გამოვიყენეთ მე ესეთ მამა პაპურ ხერხებს ანუ სოდას და ასეთ საშუალებებს მივმართეთ და 4-5 დღიანი ძალიან ძლიერი ტკივილის შემდეგ როგორღაც ვუშველეთ მაგრამ რეალურად მაშინ ვიგრძენით საფრთხე ხო საფრთხე იმისა რომ შეუძლებელი იყო ხმის მიწვდენა იმისთვის რომ როგორღაც დახმარება აღმოჩინა პატასთვის თუმცა ეს ერთი შემთხვევა იყო სხვა შემთხვევებში არ დაგვჭირვებია ესეთი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მაგრამ რა თქმა უნდა თად არ ვიჭერთ ყოველ შემოდგომას და ესეთი საბაზისო და არა მხოლოდ საბაზისო მედიკამენტებიც ამოგვაქვს იმისთვის რომ ყოველი შემთხვევისთვის ადგილზე გქონდეს ყველაფერი საჭიროების შემთხვევაში არის წვილი ნინო და პაატა და გარდა ამისა ყავთ ძროხები, ძაღლები, ცხენები ინულის ამდენ რაღაცა ნინო და პაატა თან აქვე ვიტყვი რომ ნინო ცით რომ მოდი ესეც ვიტყვი განსხვავება ხო არის ხო თბილისში დაბადებული და გაზრდილი გოგოა ნინო ხო ეს რომელი სოფელშია? ხევსურეთში არის სოფელი ხახაბო. იქით ახევსურეთში. იქით სოფელი. იქით არის ჩრდილოეთ კალთაზეა? ჩრდილოეთ კალთაზეა, კი ბატონო. ჩრდილოეთ კალთას მოკითხვა. სამხრეთ კალთიდან. საქონელს როგორც მათი უკეთმცნობი პაატა ამბობს, იქიდან გამომდინარე რომ მოძრაობენ და საკვები აქვთ, ანუ საძოვარზე გაგვყავს, არცივად, კარგად არიან. საღამოს უკვე სადგომებში არიან თავისთავად და ის სივრცე უზრუნველყოფილია იმ დონეზე მაინც რომ იქ ნამდვილად არ შესცირდება ღამის განმავლობაში. დღის განმავლობაშიც მიუხედავად ყინვებისა კარგად გამოიყურებიან. თავარია რომ იმ რაოდენობის ნალექი არ მოვიდეს და ისეთი დიდი თოვლი რომ შეუძლებელი იყოს საძოვარზე გაშვება. რამდენი რაღაცა ამ 7 თვის მანძილზე რა თქმა უნდა არის ესეთი პერიოდებიც როცა თოვლი მაღალია. ასეთ დროს რამდენიმე დღით შემოდგომით მოგროვილ თივას მათთვის მოგროვილ თივით ვკვებავთ ასეთ დღეებში. მაგრამ იმ რაოდენობის თივა არ არის რომ თქვათ 1 თვის მანძილზე მხოლოდ თივით გამოვკვებოთ გადაბმულად. შიგაში აი ლეკები დაეცნენ. არა, ლეკები მაგით არ არის. მე მგონი ინტერნეტმა გაჭედა ნინო ძალიან დიდი მადლობა. დაესხმეთ. მადლობა რომ მანთხარ და მადლობა რომ ის თქვი რომ საქართველოსო და ჩვენც საქართველოს მანდროული ამისთვის შენ ძალიან დიდი მადლობა და ეს არის წვილი რომელმაც თქვით რომ ერთი სოფელი ნასოფლარობას გადაარჩინა და ძალიან დიდი მადლობა ნინო და მოგყვება ჩვენგან. მადლობა თქვენ ყველას. ხმედიყავით. ნამდვილად. შეხვედრამდე. კარგად. მადლობა ნინო. და მოდი მე ძალიან რო არ დაკალოთ, აი გარკვეულ სტატისტიკას პირიქით შეიძლება და ამ იმედიანზე დამესრულებინა, მაგრამ არ მინდოდა ძალიან დიდხანს ეცადათ. თუმცა აი ამას გაჩვენებთ, მოდი კი ბატონო, მოდი ჯერ ეს გავაკეთოთ და ეს პრეზენტაცია ვაჩვენოთ ერთი რამდენიმე სლაიდი. კი ბატონო, მოკლედ აი აქ გახსოვთ ნაწარმოები ბებო ახსენე და ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდებია ესე გადაწყვეტენ და ახალგაზრდები მიდიან და სადღაც რომელიღაცა სოფელი არ არის მხოლოდ ბებოების იმედად და აი აქ მე მაქვს აი ეს სტატისტიკაც მაინც მინდა გაჩვენოთ ხალხო, როცა საქართველო ნახეთ აი ეს რაც არსებობს, რომ დაახლოებით 1 საუკუნის წინ ხო საქართველოში ესე იყო რომ ქალაქად ცხოვრობდა ძალიან ცოტა ადამიანი ხო აი
პირველი მაჩვენებელი 1897 წელი, როცა 16% ცხოვრობს სულ ქალაქში და დღეისათვის ხო, უფრო სწორად დღის მონაცემი ზუსტად არ ვიცით, 2014 წლის მაჩვენებლით 40% და ალბათ ესაც შემცირებულია, იმიტომ რომ მას მერე კიდევ უფრო მაღალია მიგრაცია. მე აი ამ ქართულ სოფლებზე დაახლოებით დღეისთვის ჩვენ საქართველოში გვაქვს 3668 სოფელი და 2002 წლის მაჩვენებლებით 162 იყო ნასოფლარი და მე პირადად დავთვალე 2014 წლის მაშინ რაფია აღწერის შედეგებში დავთვალე და სოფელი რომელსაც მოსახლეობას უკვე 0 ეწერა ასეთი 223 სოფელი აღმოჩნდა და აი აქედან ეს არის ვისაც უკვე 0 ნიშნავს რომ აქ აღარავინ ცხოვრობს და მე ნახეთ აი 157 სოფელი ისე 2014 წლის აღწერით არის სადაც 1 ან 5 ადამიანი ცხოვრობს ანუ რისკი იქ თუ მე მახსოვს რომ რამდენიმე წლის წინ არჭილოდა ესაც ხევსურეთის აი ვინც ყოფილხართ არდოტის ზემოთ სოფელია ანდაქი არჭილოდან 1 ადამიანი ცხოვრობდა მაშინ ჩამოვიდა თბილისში ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა და ეს სოფელი იქცა ნასოფლარად თუმცა დღეს 2 ადამიანი ცხოვრობს აი ზუსტად პაატასიძე ცხოვრობს 96 გვაქვს 18 სოფელი სადაც 5 და 10 კაცია და ესაც არის რისკი იმიტომ რომ ნახეთ ერთი ოჯახი რომელიც გადაწყვეტს რომ წავიდეს სადღაც ფაქტობრივად მისი წასვლით შეიძლება აი ამ ოჯახის წასვლით ერთი სოფელი ასევე იქცეს ხოლმე დასოფლარად. ესე იგი ჩვენ 12 სოფელი გვაქვს სულ სადაც 5000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან აი შემდეგ სლაიდზე უნდა იყოს რომ მანამდე იყო სადახლო ლიდერი სოფელი 2002 წლის მაჩვენებლებით, მაგრამ მას მერე რაც მოგეხსენებათ რომ ლიახვის ხეობიდან, შიდა ქართლის მხარიდან ჩამოასახლეს, წეროვანია დღეს საქართველოში ყველაზე დიდი სოფელი, თუმცა ეს არა იმ ტრადიციით, რომელიც არსებობდა უბრალოდ იქაც დევნილობაში ყოფი კი ბატონო ქართველების ყოფი. რით შეიძლება ეს გამოვასწრო? აი მოდი გავალ ბოლოში და ნახეთ ყველა მე დიაგნოზს გეუბნები და ამაზე ყველა ეგ მაინტერესებს. რასაც ყვებით ეს ყველაფერი ვიცი რა. ძალიან კარგი კი. ყველაფერი ვიცი. ხო. ნახე მე შეგახვედრე, ნახე შეიძლება კი ბატონო. ნახე მე კი ბატონო, ჩემო ძვირფასო, ნახე მე და ნინო რამდენიმე წლის წავედით ხახაბოში და ნინო იქ დარჩა. თუ გინდა რამის გაკეთება, გზახსნილია, ხდები? ამიტომ შეიძლებოდა რომ ამით დავი კი ბატონო, ნახე რასაკვირველია, ნახე ყველა ხახაბოში არის საბრძოლველი. კი ბატონო, ყველა ხახაბოში თუ შეიძლება დავასრულებ და კი ბატონო, მზათვარ გიპასუხო. რა პასუხიც მაქვს? და აი ამ ნასოფლარების თემას შევეხები რომ რაღაცა უთხრა დავში. გიპასუხებ კი ბატონო, არა უბრალოდ მორჩეს ეს სალექციო საღამო რამდენიმე წუთი გაგრძელდება კიდე და მე კითხვა-პასუხი ნებისმიერ კითხვაზე რაზეც შევძლებ როგორ შევძლებ პრობლემა არ არის სტატისტიკით ნახეთ 75 ნასოფლარი არის მაშინ ფშავ-ხევსურეთში და თუშეთში აქედან ნახეთ თუშეთის 52 სოფელში მთელ თუშეთში ცხოვრობს 47 კაცი ისევ აი აღწერის შედეგებით აქედან 27 ფაქტობრივად ნახევარზე მეტი არის ომალოში რომელიც ცენტრია თუშეთის მოგეხსენებათ და ვერტფრენი მომსახურება ამბულატორია ესეთი სამეურნეო და ადმინისტრაციული დაწესებულებები შედარებით რასაკვირველია არის აი აქ ასევე მაქვს აი აჭარაში 3 ნასოფლარია და მოდი ახლა ყველას რო არ შევეხო სათითაოდ აი გურიაზე მქონდა რომ გურიაში არის სოფლები სადაც 1-2 კაცია და ესე ვამთავრებდი იმას რომ ოღონდ ჯერ აი ამ სოფლებში არიან მეთქი ადამიანები და სწორედ აი ამ ადამიანებს დღეს ალბათ ყველაზე მეტი რისკი ექნებათ იმიტომ რომ გურიაში მოგეხსენებათ ხევსურეთისგან გუდამაყრისგან განსხვავებით ცოტა დიდი სოფლებია ხო იმიტომ რომ აი გუდამაყარი რო ავიღოთ მთელ ხეობაში 22 სოფელია და უმეტესობა არის შეიძლება სულ დაცლილი არ არის მაგრამ ცხოვრობს 1 კომლი 2 მაქსიმუმ 4 და 5
აი ესეთი სოფლებია და სკოლებს გეტყვით მაგალითად მთელ პირიქით ახევსურეთში არის ერთადერთი სკოლა, შატილის სკოლა, რომელიც ემსახურება მიღმახებს აი ამ ხახაბოს და იმ მთელ ამ სოფლებს და შატილის სკოლაში ახლა არის 2 ბავშვი. მე-7 კლასელი და მე-11 კლასელი და როცა რამდენიმე წლის წინ შატილის სკოლა და პანსიონი დაიწვა, მე უკვე გადაწყვიტეს აღარც გაეკეთებინათ, იმიტომ რომ რეალურად მე-11 კლასელი 1 წელი და დაამთავრებს სკოლას, ხო ეს ქეთიც დაამთავრებს და ბავშვი არ მოდის. ერთხელ გუდამაყარში გამატანეს პატარა ბავშვის განსაცმელი და უკან გამომატანეს, რომ ჩვენო ამასაკისო არავინ არ ყავსო და შეიძლება ქალაქში ვიღაცას გამოადგეს. კი ბატონო. კი ბატონო, აი მოდი, ხო, აი ეს არის სტატისტიკა, რომელიც შემიძლია გაგიზიაროთ და თუ შეხვალთ სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე დევს მოსახლეობის სტატისტიკა და მოდი ახლა გადავიდეთ ისე ერთი ჩართვა გქონდეს, იმიტომ რომ ცივა კიდევაც და ვწდები თორე ეს ის თემა, რომელზეც მე დაუსრულებლივ შემიძლია მართლა ვისაუბრო, აი და კიდე ერთი ადამიანი, რომელიც სხვების დასახმარებლად არის წასული, გურია ჩავთოთ, ახლა რა მდგომარეობაა იქ. იცით რა, ნება უნდა გქონდეს, უნდა იყოს ერის, ბერის, ხელისუფლების და საზოგადოების ნება ერთად. მათ შორის მხარდაჭერა, ეხლა ნინომ არ თქვა, მაგრამ აი ამ თავის სოფელში დასაქმების ერთი არ დააბდა. კი ბატონო. დასაქმების ადგილი მაგალითად ხო შეიძლება რომ ეს არის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი და შეიძლება რომ ეს ადამიანები მაგალითად დაასაქმონ თუნდაც მოუგონო სამუშაო ადგილი. ის კი არა რომ მისცე მათ სოციალური დახმარება არ ჭირდებათ, პირიქით ამას წინათ შემეხმიანენ და მითხრეს რომ აი ვიღაცისთვისო შეგვიძლია რაღაცა თანხა ჩავრიცხოთ. ესეთი არ ჭირდება, პირიქით მათ სამუშაო ადგილები უნდა შეუქმნა, რომ იქ გამაგდნენ, ძლიერად იყვნენ და ასევე ვიღაცას გაუჩნდეს мотиваცია იმის, რომ ერთი ოჯახი როა შეიძლება სხვაც წავიდეს, სხვამაც იფიქროს, რომ მე შეგვიძლია. კი, ისმის ჩემი ხმა თუ ისმის, გამარჯობა. მოგესალმები შენს აუდიტორიაში. დაღამომშვიდობის მეგობრებო. მოგესალმებით. გამარჯობა. აბა გიორგი, რა ხდება მან? იქნებ რომელ სოფელში ხართ ახლა? სად ხართ? ეხლა ჩვენ ლანჩხუთში ვართ, ბანაკში ჩამოვედით ეხლა ხანს. ჩვენ რამოდენიმე სოფელი მოვიარეთ, მაგრამ სანამ ამას დეტალებზე გადავალ, ყველა პროტესტის მონაწილეს ჩვენგან მოკითხვა. ძალიან გვიხარია, რომ რუსთაველის გამზირი კვლავ იკეტება და პროტესტი გრძელდება გულით და სულით თქვენთან გვინდა, მაგრამ აქაც ძალიან საჭიროები ვართ, ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე დავბრუნდებით და თქვენ შემოგიერთებით. ოჩო. ცოტა დეტალები. ახლა ჩვენ ვართ სოფლების შესახებ გითხარით, სად იყავით და რა ნახეთ? ჩვენ რამოდენიმე 5 სოფელი მოვიარეთ. ძირითადად ჩვენი ამოცანაა, ჩამოვყალიბდით ჯგუფები, რომლებიც გავნაწილდით სხვადასხვა პასუხისმგებლობებზე. ერთი ჯგუფი მუშაობს გადათოვლაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახლია გადასათვლი და ყველა თავისთავად ვერ ახერხებს, რომლებიც მიდიან ადგილზე და ეხმარებიან ოჯახებს. მეორე არის სურსათზე ორიენტირებული, რომლებიც სურსათს ვაგროვებთ და ვანაწილებთ და სურსათს ვარიგებთ. მესამე არის მედიკამენტები და ყველაზე მძიმე და ხელი გამოყავს ძალიან ბევრი ადამიანი. ეს ჯგუფები ყოველდღე დავდივართ აი ბოლო ჯგუფზე საუბრობდით და გაიჭერდა ინტერნეტი და ვერ გავიგეთ. ბოლო ჯგუფი არის ჯგუფი, რომელიც არის სპეციალურად მომზადებული, რომელიც პაციენტების გადაყვანის პრობლემა ვისაც აქვს და სასწრაფო რომელიც საოპერაციო იყო მაგალითად დღეს ქალბატონი ის გადმოვიყვანეთ გუშინ კიდე ერთ ქალბატონს გამოუძახეს სასწრაფო და ადგილზე ვერ მიდიოდა და ჩვენ ხელით მოგვიწია ამ ქალბატონის გამოყვანა და ეგეთი ჯგუფია ყველაზე კრიტიკული ჯგუფი, რომელიც აი ხაც შეიძლება გავიდეთ რამოდენიმე ხანში ზარი შემოგვივიდა და აი ესე ვარ დანაწილებული ჯგუფებში, შტაბი გავხსენით ლანჩხუთის ცენტრში, კოორდინაცია გვაქვს ყველა მუნიციპალურ ორგანიზაციებთან, რომ სადმე საერთო საქმე არ გამოგვივიდეს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ყველგან ვიყავით ჩვენ მისულები
იმიტომ რომ ნუ მაინც ჩვენ გვეძახიან სამოქალაქო საზოგადოების დახმარების იმედი უფრო აქვს მოსახლეობას ვიდრე სხვა სტრუქტურების მაგალითად ნუ მობილიზება ორგანიზება ავეწყეთ უკვე ესე ვთქვა შეიძლება ავეწყეთ და რა ვიცი შედეგიც დაიდო რა ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან მაგრად მუშაობს ასე რომ გიორგი რამდენად ხერხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა იმიტომ რომ განსხვავებული პოზიციები ისმოდა სიმართლე რომ გითხრათ ჩვენ მე პირადი კომუნიკაცია არავისთან არ გქონია მაგრამ დავრეკეთ ცხელხაზებზე ნუ რამოდენიმეჯერ არ მიპასუხეს გავავრცელეთ ინფორმაციები რომ აი აქ ამას ვაპირეთ იქ იმას ვაპირეთ გავდივართ ჩვენ საქმის კურსში ვაყენებთ ყველასთან კომუნიკაციის პრობლემას ვერ ვხედავთ შესაბამისად მაგრამ ნუ იმათ თავიანთი საქმე აქვს იძახიან რომ ჩვენ თქვენ არ გჭირდებით მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსაც ვაკეთებთ ლანჩხუთის სოფლებში დადიხარ თქვენ ძირითადად თუ გურიის დღეს ჩოხატაუშიც მოგვიწია გადასვლა ცოტა ძიმე შემთხვევა იყო და აქედან შტაბიდან მოგვიწია რაღაცა გუნდის მოხსნა და იქ გადავედით ამ პაციენტის ჩამოსაყვანად მაგრამ ეს ბოლო 3 დღეა მე პირადად ლანჩხუთში ვარ და ლანჩხუთიდან დავდივარ სოფლებში აი ეს ვისაც დაჭირდა სამედიცინო დახმარება რომელი სოფელი იყო ეკეთი აუ სიმართლე რომ გითხრათ გურულებს ძალიან მიყვარს გურულების საკერებს ვერ ვიმახსოვრე სოფლების ყველა სახეთ ვერ დავიმახსოვრე მაგრამ ცოტა მაღალმთიანი გურია იყო ზუსტად ის რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვთ მეგობრებო კიო ბატონო გისმენთ მესმის თქვენი მადლობა მიგე და გიხადო პირველ რიგში რომ მანდხარ და ჩვენს მადლობა თქვენ ხალხო ჩვენს გასაკეთებელსაც აკეთებ მან კიო მე მაინტერესებს შენგან სასტრაფოსთან კომუნიკაცია როგორია თუ სასტრაფოს ბრიგადები მობილიზებულები კი არიან ყველა სოფელში მაგრამ ნუ სპეცტექნიკა არ აყავთ შესაბამისად მათი მობილიზება იქ სოფლის თავში და იქიდან თუ რამე აუცილებელი ჩვენ ფეხით მიგვაქვს და ნუ მედიკამენტით დაწყებული რა ვიცი თუ რამე სასტრაფოა სასტრაფო დახმარების ბრიგადები ყველა სოფელში დგას მაგრამ ნუ ფიზიკურად ვერ მოძრაობენ შესაბამისად ნუ ჩვენ გვიწევს კომუნიკაცია თითქმის ყველასთან ვინც ოფიციალური სტრუქტურიდან წარმომადგენლები ხდება და ნუ ჯერჯერობით არავისთან პრობლემა არ გვაქვს ოღონდ ვინმეს დაეხმაროს ოღონდ ვინმესთან მივიდეს საჭმელი მიატოვოს ან რა ვიცი რა საჭიროებაც არის არავის პრეტენზია არ აქვს რა თქმა უნდა გიორგი ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ წინააღმდეგობა არ შეგვედრია რომ აი ეს რატო აკეთებთ ან როგორ შეიძლება სიმართლე გითხრათ ველოდებოდით რაღაცა ხარვეზეს მაგრამ ნუ მიგვიშვეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ და ძალიან საჭირო საქმეს ვაკეთებთ და ეს ყველა მიცის აბსოლუტურად კი ბატონო მოკითხვა გურიას და გურულებს თქვენ ძალა მოგცეთ ღმერთმა და რა ვიცი მე მგონი აქ მოვიდეს მალე ჩამოვიდეს მალე დაგვიბრუნდიო გეუბნებიან სტიქიას გაუმკლავდებით თუ არა სტიქიას გაუმკლავდებით თუ არა თქვენ გვერდში ვართ მეგობრებო კი ბატონო სიკეთე გქონდეთ ბედნიერად და გამარჯვებით მედობიანია გაიხარეთ ცოდნა ძალა ცოდნა თავისუფლება მადლობა აკი გამარჯვებით მოკლედ გამარჯვებით გეუბნოს ყველა სადაც უნდა წავსულიყავ მადლობა მადლობა გაიხარეთ მადლობა რომ ამ საღამოს ერთად ვიყავით და ჩართვა ქონდა ესე იგი აღმოსავლეთიდანაც და დასავლეთიდანაც ხო დადებული ქართველები არიან არა უშავს ნახეთ ეს სტატისტიკა დევს კიდევაც უკვე ალბათ აღარ არის საჭირო იმიტომ რომ ისეთი საინტერესო ადამიანები ვნახეთ მეკითხებოდა რომ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და ჩვენ სივრცეში აი ამ ყველგან სადაც თქვათ ადამიანებს ხედავ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია და ალბათ ეს შეგვიძლია რომ ერთმანეთსაც შეუძახოთ იმიტომ რომ სულ ფიქრობ ხოლმე რომ აი ნინომ თუ შეძლო რატო არ შეუძლია სხვამაც შეძლოს ხო ეს მე ქართული სიჯიუტით თქო ამბობდი ესე ქართული
დადიოდა მაგასაკეთებე დააბდა. ხო. აქ იქითაც მოკლედ გურიაში ახალგაზრდები არიან წასულები, ნუ ალბათ შეიძლება, ყოველთვის შეიძლება რომ ეს ვიფიქროთ, რომ არ ვიფიქროთ ის რომ მე რა შემიძლია. ერთ ადამიანს ძალიან ბევრი შეუძლია. მე შემიძლია აი აქ მაგალითები მაქვს, მაგალითად ირაკლი ბიძია. ეს არის ირაკლი ბიძიას წყალობით სოფელი ბოჭორნა. არის ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი. ირაკლი ბიძია ამასობაში არის 83 წლის კაცი. და დღემდე ექიმია, დღემდე აქტიურად მუშაობს და მისი წყალობით აი ამ ერთი ადამიანის ხო ციკლიდან მე რა შემიძლია. ირაკლი ბიძია დღემდე რჩება ბოჭორნაში, დღემდე იქ არის, დღემდე სხვა ეხმარება და ბოჭორნას აცოცხლებს, მოდი ესე ვთქვათ და აი აქ კიდევ მყავს ნახეთ რამდენიმე საინტერესო ოჯახი მაგალითად, ხო? არიან ადამიანები, რომელთანაც ჩვენ დავდიოდით სამწუხაროდ ზოგიერთი აღარ არის ცოცხალი, აი ეხლა გამოჩნდა ულამაზესი ძალიან საინტერესო სოფელი შენაქოშიც ერთი საინტერესო ოჯახია ძალიან ელენე და კაკო ცხოვრობენ და ისინიც იქ იზამთრებენ კარგი მეურნეობა აქვს აი ეს ოჯახი არის მუცოში მოკლედ აი ეს ქეთო რომელიც პატარაა მაგრამ მე-7 კლასშია და მუცოში ერთადერთი ოჯახია ესაც აი ეს მაგალითად წკერეში 8 შვილიანი ოჯახი ესენი არიან შუაფხოში 10 შვილიანი ოჯახი და ჩვენ საბედიეროდ გვყავს კიდე მეყოლება აი ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო სოფელია ყანოგი არის მრავალრიცხოვანი საინტერესო სოფელია და არის ესეთი სოფლები და არიან ესეთი ადამიანები და ბატონო თეკლაბები კი რასაკვირველია ყველა ესე იგი ნაწილი აქ მაქვს შეტანილი რასაკვირველია ყველას ვერ შევიყვანი და სუფიქრობ ვინც გამორჩა მინდა რომ ყველას მოვეფერო აქედან იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან რა ვიცი, ჩვენთვის ალბათ გმირებით და მათთვის რო გითხოთ, ჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ იმ საქმეს, რაზეც ყოველთვის იდგა და იდგება საქართველო და ეს არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითი არიან იმისა, რა შეუძლია ერთ ადამიანს. მადლობა ყურადღებისთვის. ეს ოჯახები, იცით რა, მე აქცენტი ამ შემთხვევაში გადავიტანე მთაზე, მთის სოფლებზე მქონდა, თუმცა ბუნებრივია ხა იქ გურია არ მიეკუთვნება ისეთ მაღალმთიან რეგიონს, თუმცა თითქმის ყველა რეგიონში ჩვენ გვაქვს მთის სოფლები. ზოგადად აი კანონიც არსებობს, ახლა რამდენად მუშაობს კანონი მთის შესახებ. ცალკე ამბავია ეს კიდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყურადღება მთისკენ წესით ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვლენ და ავირჩევთ, აუცილებლად უნდა ფლობდნენ ამ ინფორმაციას და აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ხედვა იმისა, რას და როგორ ვაკეთებთ მთაში, აი როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა მთასთან, რეგიონებთან ზოგადად და მით უმეტეს მთიან რეგიონებთან დაკავშირებით. რა ვიცი, კიდევ თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა? აკადემიაში რომ მთის საზოგადოება გაქვს მაგათთან კავშირი? ხელანი რო არის და ეგენი რო როცა რაღაცა ისეთი საინტერესო პროექტია ხოლმე სამწუხაროდ ბოლო დროს ცოტა ნაკლებად არის, თუმცა ეს კომისია ქვია. კომისიაც გვაქვს, პარლამენტშიც ყავს ჩვენ კომიტეტი რეგიონული განვითარების და მთის კი არა, მაშინ ტექნიკურ უნივერსიტეტში ცალკე მიმართულებები გაკეთდა მთის ტურიზმი და მდგრადი ტურიზმი და მთის განვითარება. თუმცა ამან რა ვიცი, შედეგები უბრალოდ კეთილინება ჭირდება, ხედვა ჭირდება ამ ყველაფერს და ფიქრი იმაზე, რა და როგორ უნდა განვითარდეს. მათ პოლიტიკასთან მივდივარ. რასაკვირველია, იმიტომ რომ ერთი ადამიანი კი ბატონო წავა, მაგრამ მას აუცილებლად ჭირდება მხარდაჭერა, მოდი ასე ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან. მადლობა დიდი ქალბატონ თინათინ მოსიაშვილს საინტერესო ლექციისთვის. მადლობა ნინოს ჩართვისთვის და მადლობა გიორგის გურიიდან ჩართვისთვის ასევე სოლიდარობა გურიაში მყოფ ადამიანებს, სოლიდარობა აჭარას, სოლიდარობა იმერეთს, ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლებაა და ერთად გავიმარჯვებთ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები ყველას.